ვერაფერმა დაახსნა შეუძლებელი, რაც დღეისათვის ცნობილს არის სრულიად გაუგებარი ისტორია და ამ ინფორმაციის საფუძველზე ვერანაირი დასკვნის გაკეთება ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ამ რაოდენობის თანხის ვალუტის გამსვლელ ჯიხურში გატარება, მისი კონვერტირება ამ ასეთ პერიოდში ეს წარმოუდგენელი ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, ამიტომ სანამ არ იქნება სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ძალიან ძნელია თქვა, რასთან აქვს საქმე. თავისთავად ის რომ სამართალდამცავი უწყება აღიარებს რომ ამ რაოდენობის თანხა შესაძლებელია გაცეცრებულიყო ქვეყანაში და ამას არანაირი ასე ვთქვათ რეაქცია არ მოყოლია ამდენი ხანი ძალიან კარგად ცხადყოფს იმ უკონტროლო ვითარებას რომელიც არის ამ სფეროში. აი რომ მითხათ ბატონო ბადრი საბანკო მაქინაციაზე რადგან საუბრობთ ხო? ანუ აი ფული რაღაც გათეთრება, ტრიალი, შავი ფული. აი თვითონ ვინ იყო მაგ შემთხვევაში ვალდებული როგორც მაკონტროლებელი ორგანოები? ანუ ვისი უფლებამოსილება იყო რომ მსგავსი დანაშაული არ მომხდარიყო? მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, სანამ ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია თუ რასთან გქონდა რეალურად საქმე, ძალიან ძნელია იმშელო თუ რა მექანიზმი იყო ამ ფულის გათეთრების უკან, იმიტომ რომ ბანკები, განსაკუთრებით სისტემური ბანკები, ხო, ნებისმიერ თანხაზე, მნიშვნელოვანი თანხის ანგარიშზე შეტანისას ყოველთვის ეკითხებიან და ამოწმებენ წყაროს შემოსავლის. ასე რომ მით უმეტეს ამ რაოდენობის თანხის შეტანა ანგარიშზე შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე სისტემურ ბანკებში არის შეუძლებელი. იმიტომ რომ აუცილებელია დაადასტურო თუ საიდან გაქვს ეს ფული, თუ ეს წყარო არის ლეგალური, სხვა შემთხვევაში სისტემური ბანკები, რომელზეც დგას დღეს ფინანსური სისტემა, ისინი არ მიიღებენ cash-ს, ასე ვთქვათ, პირებისგან, რომელსაც შესაბამისი შემოსავლის წყარო არ გააჩნია. ამიტომ რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ უნდა გავერკვეთ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დღეს, გვაქვს რაღაც ნათქვამი, რომელიც ჩანს სრულიად აბსურდულად რაღაც ფანტასტიკის სფეროდან არის თითქოს რომ ერთმა სავალუტო ჯიხურმა გაათეთრა 600 მილიონი დოლარი 624 მილიონი დოლარი 35 მილიონი ევრო ეს ის თანხებია რომელიც შეუძლებელია სავალუტო ჯიხურმა გაათეთროს ამიტომ სანამ არ გვაქვს ეს ინფორმაცია სრული ეს ყველაფერი ჩანს რაღაც წარმოუდგენელი ფანტასტიკის სფეროდან მაგრამ თავისთავად რომ პროკურატურა აღიარებს რომ თურმე ეს რაოდენობა თანხა შეიძლება მოძრაობდეს ისე რომ ასე ვთქვათ ამას ვერავინ ვერ ამჩნევს ეს თავისთავად არის იმის მინიშნება რომ როგორც ჩანს ეს პრაქტიკა არსებობს და იგივე ქართული ოცნება რომელიც ხელმოღერებული ახლა საუბრობს იმაზე რომ თურმე ებრძვის კორუფციას ცხადია რომ შავი ფულის მოძრაობა ქართული ოცნების არის ბუნებრივი ცხოვრების წესი ხო, იმიტომ რომ ყველაც ცნობილია რომ მათ აქვთ ქართული ოცნების წევრებს ხშირად მოგვისმენია ეს არსებობს საფუძვლიანეჭი რომ მათ აქვთ სხვა შემოსავალი გარდა იმისა რომელიც მათ აქვთ ოფიციალურად რაც მათ სასწავლებას აძლევს რომ გამდიდრდნენ შეიძინონ ეს ქონებები რომელიც მათ ხელფასით არ შეუძლიათ შეიძინონ და ეს მათთვის ჩვეულებრივი პრაქტიკა ოღონდ ეს ისეთ სისტემა აქვს როგორც შექმნილი რომ იციან ამ შავი ფულის მოძრაობის არხები ერთმანეთის ვინ რამდენი უნდა მიიღოს და დაჭირდებათ მე შეუძლიათ რომელიმე სამოუღონ ხო მაგრამ მათ არ მოსწონთ როცა ამ არხების მიღმა ვიღაც დამატებით წყაროს იქმნის და მე იმ ადამიანს უტევენ მაგრამ თვითონ ამ სისტემაში ცხოვრობენ და ძალიან კარგად იციან ყველა ვინ რამდენს იღებს და რატომ იღებს აი იცით რა წეღან თქვი წინა ბლოგში როდესაც ეკა გიგაური მყავდა სტუმრად როცა ჩვენი ნიუსი გადიოდა ეთერში რომ ცოტა შეურაცხმყოფელია ჩემთვის როგორც ადამიანისთვის როგორც მოქალაქისთვის გამოძიება მე ვიმტკიცებდეს რომ ვიღა ძალაუფლების არ მქონე კაცები ჯიხურის მფლობელები თუნდაც იყვნენ 10 ადამიანები რომელსაც არანაირი კრიშა არ ყავდათ არავისთან ამ ფულის გაყოფა არ ხდებოდა ასე შეიძლება ატრიალებდნენ ამ წარმოუდგენელი რაოდენობის თანხას აი ეს შეურაცხმყოფს როგორც ჩვეულებრივ რიგით ადამიანს თქვენ ინტელექტს შეურაცხმყოფს ხო ანუ იცით რატო იმიტომ რომ მეც კი რომელიც საბანკო მიმართულები და ამ ფულის ტრიალის სქემებში დიდად გარკვეული არ ვარ და ძალიან ბევრი დრო მჭირდება ხოლმე რომ ცოტა გავერკვე როცა ამ ტიპის ოპერაციებზე არის საუბარი მეც კი ვხვდები რომ ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ამ
ამბავი, რომელიც შეუძლებელია რომ საბაჟოდან დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი, სუსი, ეროვნული ბანკი, ყველა მაკონტროლებელი ორგანოსგან ყოფილიყო ესე ექსპერიმენტი შეიძლება ჩაატარო ვინმე ვისაც ახალი გახსნილი ანგარიში აქვს რომელიმე სისტემურ ბანკში ან წამყვან ბანკებში ჩვენი ქვეყნის და მიიტანოს ანგარიშზე ქეში $50,000 და არაჩვენოს საიდან აქვს ეს $50,000 ბანკი არანაირ ოპერაციას არ ჩაუტარებს. Rasaintereso. Ეხლა დამაინტერესა, უნდა ჩავატარო ერთი ეგ ექსპერიმენტი და აუცილებლად უნდა მოვიგეთ, ხშირად მაგ თაღლითური სქემების ბანკის მიერ, ასე ვთქვათ, აღმოჩენა ხდებოდა იმის, რომ უცებ ჩაერიცხება ადამიანს $100,000, არანაირი წყარო არ აქვს და შესაბამისად ხდება მე ამ თანხის, რა თქმა უნდა, გაყინვა წყარო სანამ არ გამოჩნდება. თუ არ გამოჩნდება წყარო, მე ხდება აღმოჩენა ხო, თუ რა არის ამის უკან. ამიტომ ამ რაოდენობის თანხების სისტემური ბანკების გავლით გატარება არის შეუძლებელი. იმიტომ რომ აუცილებლად მათ თუ არ ყავს ზევი და თუ არ არის ნებადართული. ზემო არანაირი აქ პირდაპირ ბანკებს არანაირი ზემდგომიც არ ჭირდება მათ. არც ერთი სისტემური ბანკი არ მიიღებს თანხას ამ რაოდენობაზე არ არის. მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხას რაც დაუცვა პირობითად $50,000 არ მიიღებს თუ არაჩვენეთ წყარო. უცებ ადამიანმა ანგარიში გახსნა და შეიტანა $50,000, რა თქმა უნდა, მოსთხოვს ბანკი, საიდან აქვს ეს ფული, თუ ვერ დაასაბუთებს, ის ამ ფულს არ მიიღებს. ხო, აი ესაა ყველაზე საინტერესო და რა რეალობაში ვარ ჩვენ ადამიანები აჯარიმებენ ციხეში მიდიან თქვენ საერთოდ როგორი აბსურდული მიზეზით გაგიშვეს ციხეში რისთვის იჯექით ან სხვა ადამიანები პოლიტიკურები და ამ დროს ამ ხელა კორუფციულ მასშტაბებზე აი ავიღოთ ხო ჩვენ შემთხვევაში ესე იგი ჩვენ შემთხვევაში ციხეში გაგვიშვეს იმის გამო რომ არ მივედით კომისიაზე საგამოძიებო კომისიაზე ხო კანონი ამბობს რომ თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე არ მიხვალ, სიცხ-სამართლის საქმე შეიძლება აღიძრას და იქ შეიძლება იყოს ან ჯარიმა, ან საპატიმრო, ასე ვთქვათ, საპატიმროში გაშვება და ამ შემდეგ, მაგრამ იგივე კანონი ამბობს თუ როგორ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ანუ ეს თუ შენ კანონის მოთხოვნაზე მიმითითებ კომისიაზე მისვლას მიმართებაში, მაშინ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას კანონის შესაბამისად. თუ საგამოძიებო კომისია არ არის კანონის შესაბამისად, მაშინ როგორ შეიძლება მოსთხოვ ადამიანს, რომ პასუხი აზრობს კანონის წინაშე, თუ კი შენ თვითონ არ ახარ კანონის შესაბამისად შექმნილი. და კანონი და კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ 50% საგამოძიებო კომისიაში უნდა იყოს მინიმუმ 50% ოპოზიციიდან წარმოდგენილი და ვინ იყო ოპოზიციონერი, ერთი გვარი მაინც მიმითითეთ საგამოძიებო კომისიაში. იმიტომ რომ არ არსებობს. ეს ხო თაღლითობაა, როდესაც საკუთარი პარტიული სიიდან ვითომ ოპოზიციას ნიშნავ ადამიანს, ეს ხო თაღლითობა, ეს ხო არ არის კანონის პატივისცემა, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა. და ამ შემთხვევაში მიგითითებენ შენ რომ აიცი რა ჩვენც ეს ყველა მიცის. რაც არ უნდა ელაპარაკო ქართულ მოსამართლეებმა, სოფლიო მიცის რომ ეს იყო წმინდა თაღლითური სქემა, საგამოძიებო კომისია, იმიტომ რომ ის არ იყო დაკომპლექტებული 50%-ით ოპოზიციის მხრიდან და ეს თავის დროზე ეს კონსტიტუციაში ჩადეს, რატომ ჩადეს კონსტიტუციაში ეს? იმიტომ რომ არ იქნეს გამოყენებული საგამოძიებო კომისია ანგარიშწორებისათვის მმართველი პარტიის მიერ. ამიტომ იყო იქ ჩადებული. და ამან რა თქმა უნდა გამოიყენეს საგამოძიებო კომისია ანგარიშწორებისთვის ოპოზიციაზე, რასაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუცია. ამიტომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ კანონის მიმართ პატივისცემაზე, კანონის მიმართ პატივისცემა უნდა იყოს მმართველი ძალიდან პირველი მხრიდან. თუ ის არ ღვევს კანონს, მას უკვე მორალური უფლება ეკარგება რომ სხვას მოსხოვს კანონის პატივისცემა თვითონ ამკვიდრებს უკანონობას და კანონის ფეხქვეშ და აი უკანონობაზე არის სწორედ ეს ამბები ახლა რაზეც მე შესავალში მაყურებელს რო ესაუბრებოდი აი ჩვენ ვიქნებით ისეთი ხელისუფლება რომელიც დასავლეთსაც კი ევროპასაც კი გააოცებს როცა პირობას დებდნენ რომ მაგალითად ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოსახლეზე მეტად და დღეს ჩვენ ვიგებთ ამბებს რომ მინისტრი დაიჭირეს თავდაცვის რომელმაც თურმე
მათივე სიტყვებს გავიმეორებ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხას უდანაშაულობის პრეზუმპციას მაინც დავიცავ. ჯარისკაცების ფულს ჭამდა და ფულს აკეთებდა სახში მიქონდაო. მოადგილე ოჯახის წევრი, დეპარტამენტის უფროსი, მეორე მინისტრის მოადგილე, ამან იქ ვილა იყიდა, იმანაც მადრიდში რაღაც ვილა იყიდა, წარმოუდგენელი მასშტაბების კორუფციას ჩვენ ვხედავ და ამ დროს ამიტომ გავიხსენე რა, რისთვის იყავით მაგალითად ან თქვენ ან მამუკა ციხეში, ან რისთვის ხედან დანარჩენი ოპოზიციის ლიდერები ხო ციხეში და ეს არის ისეთი მძიმე ამბავი, მაგრამ აი მაინტერესებს მართლა მაინტერესებს ხალხი როცა ისმენს, მაგალითად ჯარისკაცი რო ისმენს, რომ მისი მინისტრი დაიჭირეს ფულის გაკეთების გამო, იმიტომ რომ გორის ჰოსპიტალიდან იქ რაღაც სამედიცინო აპარატურიდან, აი ესე ვიტყვი რა, ერთხელ ბაჩიაშვილმა თქვა ამ სტუდიაში, ბიძინა 90-იანი წლების სოჩიკით მოქმედებსო და იმავე 90-იანი წლების სიტყვა მინდოდა გამომე მოტეხა ფული, აი რაღაცა ძელეცი, ბიძები და კაცები ხელისუფლებაში. ეხლა მაქვს ასეთი კითხვა. ეს ყველაფერი რომ ხდებოდა, მათივე ცხოვრების პირობები ამაზე მეტყოლებს მარტო ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკი, საგამოძიებო რეპორტაჟები რო ამოვიღოთ, ყველაზე იდება ფაქტები, რომ შეუსაბამოა, ხო, შემოსავლებსა და რეალობას შორის. ეხლა რატომ დასჭირდათ? მათ ხომ იცოდნენ გადასარევად, თუ ვინმე ფულს იპარავდა და თვითონ გვეუბნებია რომ იპარავდენო? რატომ ეხლა? რატომ მანამდე არა? თქვენ როგორ ვერ ამოვიცნობ ქართული ოცნების ასე ვთქვათ გონების მუშაობის პრინციპებს, იმიტომ რომ ეს არ არის ჯანსაღი, ასე ვთქვათ, აქ თქვენ ჯანსაღ მექანიზმს, რაციონალურ მექანიზმს ვერ აღმოაჩენთ, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს საქმე ძალასთან, რომელიც მოქმედებს ან სახელმწიფო ინტერესებით, ან რაღაცა ლოგიკით. არა, ესენი მოქმედებენ უცნაური ლოგიკით, რომლის უკან ბევრი შეიძლება მიზეზი იყოს, მათ შორის პირადი ინტერესი, პირადი შუღლი, შეიძლება იყოს სხვა მიზეზი, მე ამაზე სპეკულირებას არ დავიწყებ. ფაქტი არის ერთი, რომ ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც არცალია კორუფციული საქმეების გამოსაძიება, ის დაკავებულია დევნით სამოქალაქო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ოპონენტების ხელისუფლების და არა ხელისუფლების წარმომადგენლების, ხო? ესეთი ყველაფერი გადატრიალებული არის. ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც უნდა იძიებდეს ხელისუფლების შიგნით არსებულ კორუფციის ფაქტებს, აი ამ ფაქტებს თუნდაც ასეც ეხა ბრიფინგებს გვიტარებ. ის დაასდევს იმას, თუ აი იყიდა თუ არა ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ პირბადე. ამას ლაბადები, გუშინ ეკადი 20 ლაბადა იყიდა თუ 8 ლაბადა. აი რაზე 25 წალი, მე როგორც მოვიშო 25 პირბადე უყიდია ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ამაზე არის აღძრული სისხლსამართლის საქმე. გონი ან იძიებენ. ამით არის დაკავებული, როცა ანტიკორუფციული სააგენტოს სულ სხვა ფუნქცია აქვს, ხო, სულ სხვა ამოცანა აქვს, რომ ხელისუფლებაში კორუფციის ფაქტები გამოიკვლიოს, გაამჟღავნოს, პასუხისმგებელი პირები მიმართ სისხლსამართლის საქმე აღიძრას. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ამიტომ მაც ვამბობ, აქ ჩვენ სახელმწიფოში ეხლა დღეს ყველაფერი გადატრიალებული არის. ანუ იმის ნაცვლად, რომ მართლაც კორუფციის ფაქტებს ეძიებდეს ანტიკორუფციული სააგენტო, ის დაასდევს ხელისუფლების ოპონენტებს და ამით არის დაკავებული და ამასობაში ყვავის კორუფცია და ხედავთ რა ფაქტებზე ახლა საუბარი და დარწმუნებული რომ ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი და არ არის არანაირი სურვილი რომ მართლაც გაჩაღდეს ბრძოლა ამ სიმსივნის წინააღმდეგ, რასაც ქვია კორუფცია, იმიტომ რომ ეს ხრავს სახელმწიფოს ხო შიგნიდან. მე არც მიკვირს რომ ეს ხელისუფლება არ ებრძვის სისტემურად კორუფციას, იმიტომ თვითონ ჩაფლულია ამაში და თვითონ დგას კორუფციაზე. კორუფცია მარტო ის არ არის, რომ ადამიანს ქრთამი გამოართვას, ხო? ეს არ არის მარტო კორუფცია. კორუფცია არის ის, როდესაც სახელმწიფო მოღვაწეს ან პარტიის წამყვან ადამიანს აქვს შემოსავალი და ამ შემოსავალს ის არ აჩვენებს. აქვს შემოსავალი გაურკვეველი წყარო და ის ამას არ აჩვენებს. და იძახის პენსიონერმა მამამ მართლა ეს არის კორუფცია. არ არის. კიდევ ერთხელ მე მინდა ხაზი გავუსვა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს რა. ნებისმიერი არა კანონიერი შემოსავალი და ამის საფუძველზე გამდიდრება თავისთავად უკვე კორუფციაა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს არ შეიძლება არ იყოს კონკრეტული მოქალაქისგან ქრთამის აღება. უკვე თავისთავად კორუფცია. ნებისმიერი მოძრაობა შავი ფულის ერთი პარტიის ერთი წარმომადგენლისგან მეორის მიმართ, ხო, არის კორუფცია.
და ამიტომ ამ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერანაირი უნარი შეებრძოლოს კორუფციას, იმიტომ თვითონ დგას კორუფციას. ბატონო ბადრე, აი მე ასეთი კითხვა მინდა დავსვა და სხვა შორის ეს დღეებია, შიგნით სამსახურში როცა ვსაუბრობთ ხომ ამ თემებს რომ განვიხილავთ, რამდენჯერმე ამაზე დამისვამს კითხვა. აი ხალხი, რომელმაც იშოვა ამდენი მილიონი, რომლებმაც მართლა საარაკო სიმდიდრე დააგროვეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დათმობს როდესმე აი ამ კეთილდღეობას. ანუ მე ვსაუბრობ იმაზე, ქართული ოცნება როგორ შეიძლება გავუშვათ ხელისუფლებიდან. არის ორი გზა, ხო? მაგალითად თქვენ უყურებთ 4 ოქტომბერს როგორც არჩევნებს ბრძოლის გზად. არის მეორე ბოიკოტის გზა და დაანონსებული 4 ოქტომბერი. ვიდრე ამ კონკრეტულ თემებზე დავიწყებთ საუბარს, აი უბრალოდ ეს კითხვა მაქვს რა, აბა რა პასუხი გექნებოდათ. ამდენი იშოვეს, ამდენი დააგროვეს, რასაც ბიძინა უკან არ მიატაინებს, ის მაინც ხო უნდა შერჩეთ და ეს ხალხი ეხა რამეს დათმობს, ფალსიფიცირებულ სასმელებს ყიდიან, იქ უაქციო, წარმოუდგენელი მასშტაბები გვაქვს ჩვენ რაღაცა დანაშაულების, ხელისუფლების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ისევ მათივე გავრცელებული ინფორმაციიდან. ეს ხალხი ხო ყველაფერს გააკეთებს რომ არ წავიდნენ ხელისუფლებიდან. ინგა, ჩვენ ხო გვაქვს კაცობრიობის ისტორია. სადმე ყოფილა ანალოგიური ხელისუფლება მუდმივად? მე ერთცეთ შემთხვევაში ვერ მომიყვანთ თქვენ რომ ანალოგიურ ხელისუფლებას გაეძლოს ძალიან დიდი ხანი. არ არსებობს ესეთი რამ. პინოჩეტი წავიდა ხელისუფლებიდან, რომელსაც ჰქონდა ყველა ბერკეტი, მოაწყო გადატრიალება, იყო სამხედრო დიქტატურა, საკმაოდ ძლიერი მმართველობა იყო, სხვა შორის პინოჩეტმა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. შემდგომ კი მაინც პასუხი აგებინეს ძალიან სამართლიანად იმ ძალადობისთვის, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში იყო. არ არსებობს ესეთი ხელისუფლება, რომელიც მუდმივად დარჩენილა ამ ტიპის ხელისუფლება მით უმეტეს. ესეთი პრეცედენტი კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. ამიტომ საქართველოში ვერ შეიქმნება ესეთ პრეცედენტი ცხადია. რა არის საქართველოში ავიღოთ მაგალითი, რა შემთხვევაში იცვლებოდა ხელისუფლებები? ორი რამის თანხმედრის შემთხვევაში, როდესაც იყო არჩევნებში მონაწილეობა და პლუს ქუჩის პროტესტი. ეს იყო 90 წელს, როდესაც მე ვიყავი მონაწილე ამ პროცესების, როდესაც ნაწილი ოპოზიციის ამბობდა, რომ კომუნისტების, ანუ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დანიშნულ არჩევნებში როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ეს დაუშვებელია და ასე შემდეგ. მაშინ გაიყო ოპოზიცია, ძალიან მწვავედ გვაკრიტიკებდა მეორე მხარე ოპოზიციის, ხან სუკის აგენტებს უწოდებდა არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის ნაწილს და სხვა მსგავს ეპიტეტებს არ იშურებდა, ხო? მაგრამ აღმოჩნდა ის იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ პარალელურად იყო ქუჩის პროტესტიც. მაგრამ ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, შემდგომ კანონიერ არჩეული ხელისუფლება დაამხო უკანონოდ იმ ადამიანების ჯგუფმა, რომელთა ნაწილი დღეს არის წარმოდგენილი ხელისუფლებაში, მინდა გითხრათ, მინიმუმ ის ხალხია, რომელიც თანაუგზნობდა, თუ თვითონ არ გვესროდა მაშინ თანაუგზნობდა იმ გადატრიალებას. ესეთ ხალხი უჭერს ერთმანეთს. მაგრამ მე მინდა გითხრათ 92 წლის პირადად ჩემ მაგალითს გეტყვით, 92 წლის არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც დაინიშნა სამხედრო გადატრიალების მომწყობი ადამიანების მიერ. მაგრამ მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლების სრულიად. აი რატო ფიქრობთ რომ ეს არის? და მე მინდა გავაგრძელო კიდე მოგიყვეთ. ერთადერთი გზა, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს სამწუხარო ერთი პრეცედენტი, როდესაც ძალით დაემხო არჩეული ხელისუფლება და ამან ქვეყანა ჩამოაქცია და ცხადია რომ ეს იყო დიდი დანაშაული ქვეყნის წინაშე, რაც მოხდა 92 წელს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილების ჰქონდა პრეცედენტები, როდესაც იყო არჩევნებში მონაწილეობა უსამართლო არჩევნებში, იმიტომ რომ იგი 2003 წელს 2003 წელს გვახსოვს რაც ეს ყავდა ქვეყანას, ხო? და რო არ მიიღოთ მონაწილეობა მაშინ ოპოზიციას არჩევნებში შეიძლებოდა? კი, ამას მე მოყვა პარალელურად იყო ქუჩის მონაწილეობა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე ხო არ მოხდებოდა ეს. ასე 2012 წელს იყო ქუჩის პროტესტი და იყო არჩევნებში მონაწილეობა, ასევე ძალიან უსამართლო არათანაბარ პირობებში, სრულიად არათანაბარ პირობებში იყო 2012 წელს, 2003 წელს, 90 წელს, მაგრამ ეს არის ის ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში დავასრულოთ შეიძლება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას. ანუ
არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ როგორც წესი, ყველა ხელისუფლება სამწუხაროდ ესეთი პრაქტიკა აქვს საქართველოში. ეპატრონება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ეპატრონება სასამართლოს, ეპატრონება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას, მაგრამ თუ კი არის აქტიურობა ჩვენი თანამოქალაქეების, აქტიურობა არჩევნებში, აქტიურობა სამშვიდობო პროტესტში, ამას მოაქვს შედეგი და ჩვენ თვალწინ მოხდა ეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ასე ვთქვათ, ახალი რამის მოგონება და როცა ვამბობთ 4 ოქტომბერს არჩევნებზე, ხო? რა უშლის ხელს იმას, რომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო პროტესტში. არაფერი არ უშლის. ის ნაწილი, ვინც საზოგადოების, ვინც ფიქრობს, რომ არ უნდა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ფიქრობს იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ამით ხდება ოცნების ლეგიტიმაცია, მაგრამ დღეს კომუნისტური პარტიის ლეგიტიმაცია ჩვენი მონაწილეობით არ მიგვიცია, კომუნისტური პარტიის არ ხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია 90 წელს, როცა ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არჩევნებში. ამით კომუნისტური პარტიის, ანუ საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაცია არ მოხდა, არამედ ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ. მინიმუმ ხო ასუსტებ რეჟიმს, როცა მონაწილეობას იღებ არჩევნებში, ამიტომ თუ მას უთმობ, თუ მას დანებდები, ის 100%-ით მოახდენს. იმდენჯერ ყველა ადგილის თემაზე ლელოსთან ეხა სულ სხვა მიმართულებით მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო. იმდენი მიკამათია ამ თემაზე, ეხა იგივე არა, დაუსრულებლად იგივე კითხვებს ისევ ხელახლა აღარ დავიმეორებ. მაშინ აი ასე დავსვამდი კითხვას, ბატონო ბადრი, შედეგი გარდაუვალი იქნებოდა და მე ვარ დარწმუნებული, რომ სრულიად გარდაუვალი, თუ კი ერთიანად ოპოზიცია გავიდოდა არჩევნებში. ელემენტარულად, აი რომ დავითვალოთ, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ის შედეგი, რაც დაიდო, რის გამოც თქვენს მათ შორის უარი თქვით ამ გაყალბებული არჩევნებით შესულიყავით პარლამენტში, დადო 4 პარტიამ ერთად. რადგან ეხლა ერთიანობა აღარ არის და აქედან გადალახული, ბარიერ გადალახული 4 პარტიიდან 2 ბოიკოტშია და 2 გადიხართ არჩევნებში, არა. ეს შედეგზე როგორ აისახება? ის შედეგი ხომ 4 გასაგებია, ცუდია რომ 2 პარტია არ იღებს მონაწილეობა. ძალიან ცუდია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაკეთოთ ის, რისიც არ გვჯერა. და ჩვენ არ გვჯერა პასიურობის 4 ოქტომბერს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით აქტიურები და ჩვენ თანამოქალაქეები უნდა იყვნენ აქტიურები. იმის გამო, რომ სხვა 2 მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა მოთამაშემ უარი თქვა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც ამის გამო შევცვალოთ ის, რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა, კიდევ ერთხელ მინდა. შედეგს როგორ დადებთ? ანუ 4-დან 2 გადის და 2 არა. თქვენ მესმით მათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას ამბობთ რა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ თუ არა გაქვს გარანტირებული მოგება, არ უნდა მიიღო მონაწილეობა. მე ესე არ ვფიქრობ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, ეს იგივეა, მაგალითად მე მაგალითს მოგიყვანთ უკრაინის და რუსეთის ომის, ხო? უკრაინა ბევრად ნაკლები ძალით ებრძვის რუსეთს დღეს. ცოცხალი ძალა ბევრად ნაკლები ყავს. ბევრად ნაკლები ხუმბარა აქვს, ბევრად ნაკლები რაკეტა საერთოდ არ აქვს პრაქტიკულად, ხო? მაგრამ იბრძვის. იმიტომ რომ ბრძოლა არის უკრაინისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა. კარგავს ცოტა ეხლა ტერიტორიას, მაგრამ შეაჩერა და დედაქალაქი არ დაუთმო. იმის გამო რომ მეორე მხარეს უფრო მეტი რესურსი აქვს, ადმინისტრაციული, ფული, ყველანაირი და აქ სამწუხაროდ ნაწილ ოპოზიციამ გადაწყვიტა რომ მონაწილეობა არ მიიღო, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ უარი ვთქვათ წინააღმდეგობის გაწევაზე, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან არ მონაწილეობა ეს იქნებოდა დანებება ქართული ოცნებისთვის და ჩვენი თანამოქალაქეების მიტოვება სრულიად დაუცველად ქართული ოცნების ხელში, რომელიც დაეპატრონებოდა 100%-ს ყველა ადგილისას საკრებულოებში. და ჩვენ ხედავთ რომ როცა ჩვენ ეს აქტიურად მივხვდით ამ უთანასწორო უთანაბრძოლ ბრძოლისა შევედით ამ საარჩევნო პროცესში, ჩვენ ხედავთ რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას ძალიან გაგებით ხვდებიან. უბრალოდ სამწუხარო ის არის რომ ესა თუ ის ძალა ამბობს რომ მე მაქვს რაღაც პანაცეა, რაღაც გასაღები, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სხვა გადაწყვეტილება არის მიუღებელი. ჩვენ ესე არ საუბრობთ. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა იმაზე რომ და არც არ გვეთქვას რომ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობით შეიძლება
ხელისუფლება ხო და საქართველოში, აი რა შეიცვლება მაშინ ეს შეიძლება ის რომ ქართულ ოცნებას არ ექნება 100%-იანი კონტროლი და რატომ იქნება ჩვენი თანამოქალაქე უფრო კარგად თუკი 100%-ით ექნებოდა ქართულ ოცნებას კონტროლი ყველა მუნიციპალიტეტის რატომ იქნებოდა ეს ჩვენი მოქალაქისთვის კარგი და სასარგებლო ეს ვინმე უნდა აგვიხსნას და რატომ იქნებოდა კარგი როდესაც უამრავი 100,000-ობით ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივა და თქვენ ამას ნახავთ ხო? და მას არ დახვდებოდა ბიულეტენში. მივა ოპოზიციურად განწყობილი ბევრი ადამიანი. 100,000 თქვენ ამას ნახავთ. მაგრამ მე მინდა სხვა რატომ იქნებოდა ეს ადამიანი? არ იქნებოდა იმედ გაცვლებული, გაწრილებული, როდესაც მივიდოდა ნახავდა ბიულეტენში არ არის პროევროპული, ეროვნული ოპოზიციური პარტიები. რა თქმა უნდა გაწრილებული იქნებოდა. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ აქტიურმა, ასე ვთქვათ, მოწოდებებმა ჩვენი კოლეგა პარტიების ნაწილი ალბათ დაარწმუნა ხარდამჭერების, მაგრამ ისევე მათ ხარდამჭერებშიც ბევრია ფიქრობ, რომელიც მოვა აუცილებლად 4 ოქტომბერს, იმიტომ რომ ეს არის ყალბი განცხადებები, რას ნიშნავს თანამშრომლობა პირიქით ართმევ. როგორ შეიძლება, როცა ართმევ ქართულ ოცნებას ადგილებს, ეს იყოს თანამშრომლობა, ეს არის ყალბი იმისათვის ნათქვამი რომ როგორმე თვითონ პროცესს რაღაცა ხინჯი მიაყენო. მე მინდა სხვა რამე თქვა იცით რომ ინგა არ არსებობს უნივერსალური ერთი რეცეპტი ამ ტიპის ხელისუფლების შესაძლებლად. და არანაირი რეცეპტი არ არსებობს. კიდევ ან უნდა გამოვიდეთ ჩვენი განვლილი ცხოვრებიდან ან სხვა ქვეყნების პრეცედენტებიდან. ჩვენ როგორც კი ვიტყვით რომ მე ვარ უნიკალური, მე ვიცი მხოლოდ ამის მე ვარ ჭეშმარიტების მფლობელი. აი მათ იწყება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ამიტომ ჩვენ ვამბობთ რას? მიგვაჩნია რომ როგორც წარსულში ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში აქტიური მონაწილეობით, მათ შორის განუწყვეტელი პროტესტით იმისათვის რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ თუ კი შენ ახერხებ რომ უკვე ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში წაართვებ მას, მნიშვნელოვან მინიმუმ წაართვებ მნიშვნელოვან რაოდენობის ადგილებს, მინიმუმ დაასუსტე, მაქსიმუმ შეეცდები რომ ესა თუ ის ქალაქი ან დასახლებული პუნქტი გამოგლიჯო. შენ ხო ამისთვის შედიხარ როგორც პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა შედის ბრძოლაში იმისათვის რომ გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა, ჩვენ რო ქონოდა კონსოლიდირებული ოპოზიციური ფრონტი, გამარჯვების შანსი იქნება გაცილებით რომ დიდი. და სამწუხაროდ ჩვენ ეს რომ წააგებდა გარდაუვალი იყო ვერც პირველ ტურში და ვერც მეორე ტურში ვერ დადებდა ვერანაირი რუსთავში ციფრებს მოგება და რა განსხვავება რა უპირატესობა არის ადგილობრივ არჩევნებში გარკვეულ თუ უპირატესობას დაარქვეს საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. ახლა გეტყვით. უნდა გაგახსენოთ რომ რუსთავში ოპოზიციონერ პარტიებმა 17%-ით მეტი მოაგროვა ვიდრე ქართულ ოცნებამ. რუსთავის მოსახლეობა უფრო ოპოზიციური გახდა 24 წლის შემდეგ. უფრო მეტი მხარდამჭერი არ შეძენია. რა თქმა უნდა, შენი ჩაწერებს აკეთებენ, ვიცით რომ ხდება სხვადასხვა ასე ვთქვათ რაიონებიდან ხალხის გადმოწერა, ესეც არის მათი ცნობილი მეთოდი, მაგრამ რა განსხვავება, როდესაც არის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მუნიციპალური არჩევნები. პირობითად თუ ამბობ, საპარლამენტო არჩევნებში მარნეულში მათ მოახერხეს რომ დაეწერათ ციფრი, ვითომ მთელი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მოვიდა. რაც თავისთავად სიგიჟეა, ხო? ეხაც დაწერენ. ახლა განსხვავებას აგიხსნით. განსხვავება რა არის? და აქედან 80% და 85%-მა მისცა ხმა ქართულ ოცნებას. თავისთავად ამას უკვე აღარც კვლევა ჭირდება, ხო, პირდაპირ გაყალბებული იყო. და ამაზე ამბობენ რომ ეს არის თურმე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. სადაც მოსახლეობის 80% მოვიდა მარნეულში და 85%-მა ქართულ ოცნებას მისცა. ამას რაც კვლევა არ უნდა. მუნიციპალურ არჩევნებში ეს ხმები ერთმანეთს არ ემატება. მაშინ აიღეს და იქ სადაც განსაკუთრებულად შეძლეს ადმინისტრაციული რესურსი დაშინებით, ხმების ყიდვით მოეხერხებინათ ამ უგუნური ციფრების მიღება 85%, 83, 4 და შემდეგ, მე ეს გააზავეს, ასე ვთქვათ, იმ შედეგებთან, რომელიც მათთვის სასარგებლო არ იყო, ეს იყო თბილისი, ეს იყო ქუთაისი, ეს იყო რუსთავი და ბევრი სხვა ადგილი, სადაც წააგეს და ამით მოახერხეს საბოლოო ჯამში 50%-ზე მეტის მიღება, ხო? ეხლა ხო არ ემატება ერთმანეთს. მუნიციპალურ არჩევნებში ხო არ ემატება ის, რასაც მიიღებს სხვა მუნიციპალიტეტში მიღებულ ხმებს გულისხმობ, არ ემატება რაც მიიღებს თბილისში. თბილისში ისინი ვერ ახერხებდნენ და ვერ ახერხებენ იმ მასშტაბით გაყალბებას,
როგორცაც ახერხებენ რეგიონებში, სადაც მათ მეტი უნარი აქვთ მოსახლეობის დაშინების. ეს უნდა გვესმოდეს ყველას და არა მხოლოდ თბილისში, ქუთაისშიც და რუსთავშიც, ზუგდიდშიც და ბათუმშიც. ამიტომ თუ ჩვენ თანამოქალაქეები მოვლენ და მე მოუწოდებ ყველას რომ მოვიდეს მისცეს ხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ და შემდგომ მიიღოს მონაწილეობა მშვიდობიან მანიფესტაციაში ეს ხელს არ უშლის ერთმანეთს. აი ის მეორე თქვენ და ამაზე უნდა დაგისვათ. არა პირიქით, ეს არის ერთმანეთის შემავსებელი. საღამოს წავიდეს აქციაზე. რა თქმა უნდა, ეს ხო ერთმანეთს არ გამორიცხავთ. თქვენ წახვალთ, ფიქრობთ საღამოს აქციაზე? ეს ჩემთან კითხვას რაც შეეხება, ეს აქცია ჩემი ორგანიზებული არ არის. შესაბამისად, მე ვამბობ ზოგადად მოქალაქეებს, რომელსაც მონაწილეობა სურთ მშვიდობიან მანიფესტაციებში, მათ ხელს არ უშლის ის, რომ მათ ხმა მისცენ ქართული ოცნების წინააღმდეგ და შემდგომ მონაწილეობა მიიღონ. აი მე ვარ ადამიანი ამომრჩეველი და მეუბნებით ახლა გისმენთ პირდაპირ ეთერში და ბადრი ჯაფარიძე მეუბნება რომ ხელს რა გიშლის მოდი დილით მიეცი არჩევნებში ხმა და საღამოს წადი და გააპროტესტე და მე ვფიქრობ რომ რატო უნდა მოგცე? აი რატო? აბა დამანახე რატო უნდა მოგცე? რისთვის? იმიტომ რომ მე იქ მივდივარ აქციაზე იმისთვის, რომ გაუშვა ეს ხელისუფლები და ხო დაანონსებული ასეთი არის. მაგრამ თუ არ მივა არჩევნებზე, ხო და აბა რას ეთყოდით თუ მიდის ადამიანი იმისათვის, რომ გაუშვას ხელისუფლებიდან ქართული ოცნება, მაშინ იმას არ უნდა შეუწყოს ხელი, არ მისვლით, რომ ქართული ოცნება დარჩეს, მაგალითად თბილისში ხელისუფლება. თქვენი, აი პარტიული ხედვა დამანახეთ, ადამიანებს რას ეუბნებით, რომ რატო მომეცი ხმა? იმიტომ რომ თბილისი მართოს ოპოზიციონერმა მერმა ისეთმა, როგორც არის ირაკლი კუპრაძე, რომელმაც წარმოადგინა არა მხოლოდ სურვილი, რომ მართოს ქალაქი, არამედ წარმოადგინა ხედვა ჩამოყალიბებული წყობრი თუ რას შეიცვლება თბილისში ოპოზიციური ახალგაზრდა ნათელი წარსულის მქონე ადამიანის მოსვლის შემთხვევაში. 9 პუნქტი ჩამოაყალიბა, ეს არის მწვანე ქალაქი, ეს არის შეჩერება ამ ურბანული, ასე ვთქვათ, ძალადობის, ხო, ეს არის სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრა, ეს არის უამრავი პრობლემა, რომელსაც გადაჭრის ხალხზე ორიენტირებული მუნიციპალური მმართველობა. ამიტომ უნდა მისცეს ხმა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის კი არა, აუცილებელია პარალელურად გაგრძელდეს ბრძოლა იმისათვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლებას სახელმწიფოში, მაგრამ თუ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში ყავს ეროვნული ადგილობრივი ხელისუფლება, ეს ხო ნიშნავს იმას, რომ აღარ ძალადობა იქნება ამ ქალაქებში, აღარც თავდასხმები აღარ იქნება მანიფესტანტებზე, არამედ იქნება მშვიდობიანი თანაცხოვრება და იქნება ნორმალური განვითარება ქალაქების და დაჩქარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს ხო ორჯერ 4 დღე ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ეს არის გზა, რომელიც ბევრი, ასე ვთქვათ, თავის ტკივილის გარეშე მიგვიყვანს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. გრაზობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ამ არჩევნებზე შესვლა. აი ციხეში ხომ ისხედით, მე მგონი თქვენ თქვით თუ მამუკამ თქვა, მე მგონი თქვენ თქვით თუ მამუკამ არ მახსოვს, რომ იძულებით ხანდახან იძულებითაც კი მიწევდა ტელევიზორის ყურებაო ერთ-ერთ ინტერვიუში და ანუ უყურებდით ყველაფერს, უსმენდით ყველაფერს და აი ბრაზობდით ადამიანებს. საპატიმროში სხვანაირად ფიქრობენ და რომლებიც ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ამ არჩევნებში. ხო, იცით რა, საპატიმროში განსაკუთრებით სამარტო საკანში ხარ ამდენი დღე, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ხდება უფრო შემწყნარებელი. უფრო შემწყნარებელი განსხვავებული აზრის მიმართ და უფრო ტოლერანტული და უფრო მიმტევებელი. მე მიმაჩნია ეს ნორმალური შედეგი, როცა შენ ძალიან ბევრი დრო გაქვს იმისათვის, რომ საკუთარი თავი კიდევ უკეთესად შეიცნო და გარე სამყარო უკეთესად შეიცნო. ამიტომ სიბრაზე არა, გულის წყვეტა უფრო მაქვს. სიბრაზე არა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, განსხვავებული ას რაც არ უნდა შენთვის მიუღებელი იყო, არ უნდა დაესხა ამ აზრის მატარებელს თავს, არ უნდა დაესხა, ეს არასწორია. იმიტომ რომ შენ ხო არ გინდა რომ ასე მოგექცნეს შენ, რომ შენ განსხვავებული აზრის მატარებელი ხარ, ვინმე გესხმოდეს თავს და არ უნდა მოექცე, სხვას ისე, როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნე. რაკენა გამომდინარე, სიბრაზე არა, გულის წყვეტა მაქვს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეხლა რომ ჩვენ გაერთიანებული ძალებით ვიყოთ შესული, გარანტირებული არის თბილისის მოგება, გარანტირებული არის რუსთავის მოგება, ბათუმის მოგება, ზუგდიდის, ქუთაისის გარანტირებული და ამის შემდგომ ამ ქალაქების მოგების შემდგომ და არა მხოლოდ ამ ქალაქების მოგების შემდგომ ის პროცესები, რომელიც ჩვენ გვსურს რომ ქვეყანაში განვითარდეს, მშვიდობიანი ცვლილება ხელისუფლების არჩევნების გზით,
ეს პროცესები დაჩქარდებოდა და უფრო მეც გეტყვით, ამასობაში თბილისელები იგრძნობდნენ რას ნიშნავს გამჭვირვალე პასუხისგებლიანი მმართველობა და იგრძნობენ კიდევაც, როცა ირაკლი კუპრაძე მოვა ხელისუფლებაში აქ თბილისში და მოვა მე ამისთვის ვიბრძვი და ყველაფერს გავიღებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ აი ესეთი ახალგაზრდები მოვიდნენ თბილისშიც, ქუთაისშიც, რუსთავში და ყველგან, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ერთი რამ ამოძრავებთ. კუპრაძეს მის დაგვარ ახალგაზრდებს, ამაყო ახალგაზრდებს, რომ დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს, რომ ეს დრო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იქნებიან, გამოიყენონ ვითარების უკეთესობისკენ შესვლისთვის. და არა იმისათვის, რომ პირადად გამდიდნენ, არ გამდიდნენ მათი გარემოცვის წარმომადგენლები. ეს არის განსხვავება ეროვნულ მმართველობას შორის და კორუმპირებულ მმართველობას შორის. ამიტომ, რა თქმა უნდა, თბილისელებს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით უთხრა, რომ ირაკლი კუპრაძის ხარდაჭერის შემთხვევაში ქვეყანაში დაჩქარდება პოზიტიური ცვლილებები. სხვა ქალაქებშიც ოპოზიციური კანდიდატების ხარდაჭერის შემთხვევაში დაჩქარდება მხოლოდ დადებითი ცვლილებები და შესაბამისად ის რისთვისაც ეს ადამიანები დგანან ქუჩაში, ის მოხდება გაცილებით უფრო ადრე და გაცილებით ნაკლები ტკივილით, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ კი ქართული ოცნება დაეპატრონებოდა ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ქალაქს სრულად. აი 5 ოქტომბერი როგორი გათენდება, ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და რა შედეგს დადებთ თქვენ, რა მოლოდინი გაქვთ? აი ბატონო ბადრე, კიდევ ერთხელ გავიმეორებდი ბოიკოტის პირობებში, რა მოლოდინი გაქვთ? აი რას ელოდ მესმის, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი მიპასუხებს, რომ გამარჯვების და გამარჯვების რწმენის გარეშე მე არ გავალ არჩევნებზე, ეს ბუნებრივია, კლასიკური პასუხია, ხო? მაგრამ რა მოლოდინი გაქვთ იმ პირობებში, როგორც ქართული ოცნება ატარებს ხოლმე ყველა არჩევნებს თავისი გაყალბებებით, თავისი კოორდინატორები, რა ქვია, კაპიტნებით და გამოჟონილი ბიულეტენები და ყველაფრით. აი, რას ელოდებით, რომ რა შედეგი დაიდება მაგალითად 4-ში საღამოს? ხო, მე შემიძლია გითხრათ, რა შედეგისთვის ვიბრძვით იმისათვის, რომ ქართული ოცნება ჩამოშორდეს ჩვენი ქალაქების მმართველობას. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. თუ კი და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, იქნება აქტიურობა ოპოზიციური ამორჩევლის, მაშინ შედეგი იქნება პოზიტიური. პოზიტიური იგულისხმება ჩვენ შევძლებთ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ მუნიციპალიტეტის დონეზე ქართული ოცნება. ამისთვის თავარი ამოცანა არის ახლა არა იმაზე ფიქრი, რა შედეგი დადგება, ეს შედეგი იქნება იმაზე მეტი ან ნაკლები ვიდრე ველით, არა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველა ჩვენ თანამოქალაქეს უთხრათ, რომ არ მისვლა 4 ოქტომბერს, არ აქტიურობა 4 ოქტომბერს, ეს აძლევს ხელს ხოლმე ქართულ ოცნებას. ეს არ აძლევს ხელს ჩვენ ქვეყანას. ეს ხოლმე ქართულ ოცნებას აძლევს ხელს, იმიტომ რომ ნებისმიერი ოპოზიციური ხმა, რომელიც იკარგება, ეს მიდის ქართული ოცნების ყულაბაში. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არავინ არ ამბობს იმას, რომ 4 ოქტომბერს ამა თუ იმ ქალაქში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლება ქვეყანაში ჩვენ ეს არ გვითქვავს. მაგრამ ეს დააჩქარებს ხელისუფლების შეცვლას ქვეყანაში და ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ ჩვენ თანამოქალაქეებს თუ რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა, რას ნიშნავს არაკორუმპირებული ხელისუფლება ქალაქებში. ჩვენ ამის დემონსტრირებას შევძლებთ, რას ნიშნავს ეფექტური მმართველობა ქალაქების, ამის დემონსტრირებას შევძლებთ და პარალელურად, რა თქმა უნდა, ის რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოფილა, არაერთხელ მშვიდობიან დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარიანი განთავისუფლდება, სანამ ქვეყანაში არ იქნება ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები